და ახლა ბოლო მონაცემები ალეპოდან, რომელიც პრაქტიკულად მიწასთან გასწორებულია, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმება ამ ეტაპზე სრულდება. დაბომბილი ქალაქიდან მოსახლეობის და ამბოხებულების ევაკუაცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა არსებობს წყლის და მედიკამენტების დეფიციტი. მოქალაქეთა დასახმარებლად სირიაში ჰუმანიტარული დახმარება სხვადასხვა ქვეყნიდან შედის. პროცესში აქტიურად არის ჩართული გაერო, სადაც ცხელ წერტილში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთი კიდევ ერთხელ წვავედ გააკრიტიკეს. სირიელი დევნილების ევაკუაციის პროცესში აქტიურად ერთვება გაერო. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გაეროს ორგანიზაციებს დევნილების ევაკუაციის პროცესის მონიტორინგს ავალებს. საფრანგეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ყველა მხარემ მონიტორების უსაფრთხო, დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი ცდომა უნდა უზრუნველყოს. რეზოლუცია ასევე უზრუნველყოფს ალეპოში დარჩენილი მოსახლეობის უსაფრთხოებასაც. ალეპოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მცირე შეფერხებებით გრძელდება. ამბოხებულების მიერ კონტროლირებული შიიტი მუსლიმები დასახლებული ორი სოფლიდან ავტობუსები უკვე გამოვიდა. მოსახლეობა თითქმის შეუფერხებლად გამოდის ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებიდანაც. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის მონაცემებით ალეპო 5000-მდე ადამიანმა დატოვა. ალეპოდან გამოიყვანეს ალყაში მყოფი ფეხმძიმე ქალები და მიუსაფარი სახლების აღსაზრდელები, რომელთა უმეტესობას გაუწყლოება აღინიშნება. საევაკუაციო სამუშაოებში 50 ავტობუსი და სასწრაფო დახმარება ბრიგადები არიან ჩართული. ალეპოს აღმოსავლეთ რაიონებში ამ დრომდე რჩება რამდენიმე 1000 ადამიანი. სურს ყველამ გაიგოს სირიის ტრაგედიის შესახებ, თუ როგორ იტანჯება აქ ხალხი. გვაიძულებს სახლები დაგვეტოვებინა, ბომბების, სუფთა-წყლის და მედიკამენტების არარსებობის გამო იქ დარჩენა შეუძლებელი იყო. დაბომბების სამიზნე გახდა საავადმყოფოები და სკოლები. ალეპოდან ევაკუირებული მოსახლეობის დასახმარებლად ნეიტრალურ ზონებში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. დევნილებს თბილ ტანსაცმელს, საკვებსა და მედიკამენტებს ურიგებენ. ჰუმანიტარული დახმარება სატვირთო ავტომობილებით სირიაში გაგზავნა თურქეთმა. ანკარაში ამბობენ, რომ დევნილებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით თურქეთის საზღვართან ახლოს სირიის ტერიტორიაზე ბანაკები განთავსდება. ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და მებრძოლების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 6000 ადამიანმა დატოვა, მათ შორის 3000-მდე ამბოხებულმა.